მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ძვირფასო მაყურებლებო, გამომწერებო, ვიდეოების მომწონებლებო. სალამი ჩემო ჯიგრებო და საყვარლებო. მოკლედ, ჩვენ ხოლმე უნდა გვესაუბრა ლაშა აი რაღაც არასამთავრობო სექტორზე. ძალიან საინტერესო თემაა ეს, მაგრამ აი ამ კვირაში ისე განვითარდა მოვლენები რა. ისე არასამთავრობო სექტორი არის ამასთანაც დაკავშირებული. რა თქმა უნდა, რაღაცით არის, მაგრამ საერთო ჯამში აი მართლა ეს უკონტროლო თემა რო არის რა. ეხლა აი ამ კონკრეტულ თემაზე ძეზე და იმაზე და ამ სკლინზე არ არის საუბარი რა. საერთოდ რა სჭამთ 20 ანუ კითხაობაა. ხო, რა სჭამთ რა? ბავშვები რა სჭამენ საერთოდ, რა ვითარება, ვინმე მიცის? ეხლა მე რა ინფორმაციები მაქვს, მოვიძიე უფრო სწორად რა ინფორმაციები მაქვს. პირველი ის რომ საქართველოს ხელისუფლებას, ანუ არ გააჩნია არანაირი ლაბორატორია, რომელიც ამ ყველაფერ პროდუქციას შემოსულსაც და წასასვლელსაც გამოიძიებს და აი ესე უბრალოდ იქიდან თუ რამე საბუთი არის ჩამოტანილი რაღაც პროდუქციაზე, კონკრეტულ ჭიქაზე, სიტყვაზე ვამბობ. ხო, იმას ენდობა პირდაპირ. იმას ენდობა პირდაპირ, ანუ ის რომ შეამოწმოს, გაიგოს მართლა ეს არის თუ არა რაღაცა ეგეთი რამე არ ხდება. აი ლაშა რა შეიცი საქმე მაღაზია ზუსტად საუბარი რა. ნებისმიერ ქვეყანაში, ხო? ნუ ნორმალურ ქვეყნებზე მაქვს საუბარი, ხო? თლა წყალწაღებულ ქვეყნებზე არ არის საუბარი რა. ყველა ქვეყანაში რა არის, ხო? ესე იგი. წერია რომ მაგალითად ესა თუ ის პროდუქტი არის ორგანული, ესა თუ ის პროდუქტი არ არის არაორგანული. ეს რაღაცა ამაში რძის შემცვლელი არის ეს. ამაში ჩვენთან რეალურად რა. ესე იგი ეს თავიდან ბოლომდე მოშლილია. კაცმა არ იცის, რას ყიდულობს, რას ჭამს, მეტიც. ესე იგი, არ ვიცი რა ჭირდება ამას, რომ მაგალითად მე ამას წინათ იყო ერთ-ერთ პელმენზე შევხვდა რა. საქონლის ხორცით აწერია, აი ამ ხელა ასოებით. საქონლის ხორცით. კი ბატონო. ხო, ნახე როგორი მე შეცდომაში შეყავთ საზოგადოება რა. ახლა რო უჩივლოს ვიღაცამ რა, რომ ვერაფერი ვერ ათქოს ადამიანმა. მე იქ წაიკითხავ როგორ იცი, აი რა ვიცი, აი ნუ რა კოსმონავტის თვალი უნდა კონდეს კაც რომ ეს ხომ ხელასობით აწერია და აი ძალიან წვრილი გაზეთზე უფრო წვრილი შრიფტით რა რომ საქონლის ხორცი არის 7.2% და დანარჩენი არის სოიო ემულგატორი, ისა გატარებული რაღაცა ქათმის ფარში იმპორტირებული რა. ამას კიდევ ერთხელ ვამბობ, ვერ წაიკითხავს, აი 90% ამას ვერ წაიკითხავს. ხო არ უნდა იყოს, რა უნდა იყოს სახელმწიფომ უნდა ზრუნავდეს, რომ აი ესეთი თემები პირდაპირ უნდა იყოს რა გამოტანილი. ერთ-ერთი კომპანიის ძეხვზე მე დამაინტერესა, ეხლა ამ ბოლო დროს უკვე ვაკვირდები რა იყიდება, რო ყიდულობ რაღაცებს, ვკითხულობ უკვე ადრე ეგრე არ ვიყავი, ადრე უბრალოდ ვიცოდი რომ აი ეს კარგია თუ ცუდია და იმის ყიდულობდი გემონური მიდან გამომდინარე რა. ვკითხულობ რაღაცა ძეხვის იმას, უკან წარწერას. ხო, რისგან შემცველობას. ხო, რისგან შედგება. და რაღაცა ბევრი რაღაცა ემულგატორი ისა ფერისისა ყველაფერი ჯანდაბა თუ რამეა და ესეთი რამე წერია ბოლოს რომ შეიძლება შეიცავდეს ხორცსო შეიძლება ანუ კი არ შეიცავს ანუ ხორცი კი არ არის და მე კი არ აქვს რაღაცა დამატებულები შეიძლება ხორცსაც შეიცავდეს ხო ხო საერთოდ კომედია რა ესე იგი წარმოებელი გეუბნება რომ შეიძლება იყოს ხორცი შეიძლება ხორციც იყოს შეიძლება იყოს რაღაცა არის შეიძლება საერთოდ ძეხვი იყოს ან არ იყოს აი ძეხვი გასაცილო ეხლა მე ეს ამ კვებასთან დაკავშირებული მე არ მგონია რომ ეს საკითხი არ იცოდნენ და ეხლა ამოტიტივდა ეს კონკრეტული მე ზუსტად აი ამაზე ვამბობ რომ ნახე რა შეასაქმე ჩვენთან რა არის ხო რომ აი ხლა იმ კონკრეტულ თემაზე ხლა აწყდა ეს ჟივილი, ხივილი, ერთი ამბავი და ჩაივლის ეს კონკრეტული თემა. რა ხდება მაგალითად იქ ხილში, რა ხდება მაგალითად იქ კარაქში, რა ხდება ძალიან გვინდა ძე მარტო, რა ხდება ხორცში, რა ხდება ბოსტნეულში. არავინ არ კითხულობს ამას. ეხლა უყურე, ერთი მაგალითი უყურე, იმ დღეს ძველად დეზერტირების ბაზარი ერქვა რა ზოგადად ეხლაც ეს ეძახიან რა ეხლა რა ესეთი თემაა რომ რა არ ქვია ვაგზალზე მოკლედ ვაგზლის მოედანზე არის დეზერტირების ბაზარი ძველი ხალხი 80-იანები იმის წინა და ყველას ეცოდინება რაზეც ვამბობ ეხლა მე იქ არის ოპტავოის რო ეძახიან რა კი საწყობები შემონტანები ეხლა და იქ მივდივარ ხოლმე და რაღაცებს ყიდულობ ყავას ყიდულობ დიდი შეფუთებით იაფის რაღაცა და მიწევს ხოლმე მან მოხვედრა და
შევდივარ მაგ ბაზარში. მაგრამ მან სანამ შეხვარი ყავები რაღაცები იყიდება, გარეთ არის თევზეულობა, ეს მე მგონი აკვარიუმებში ხო რაღაცები, არა მარტო გაყინულებიც. კი, გაყინულებიც, ხო. შევდივარ ახლა ეს. აქედან გამოიტანა ვიღაცამ 5 გახსნა გაყინული თევზი, სკუმბრია თუ რაღაცა. პირდაპირ ძირს მიწაზე. სადაც ხალხი ფეხით დადის. დაარტყა ესე ძირს. გააცალკე. დაფშუნა. ეგრულა. გამიგე? მიწაზე ძირს. მე რა დაალაგა ზემოთ. ამოიღო ჩვეულებრივად რამე იქვე. განა გაწმინდა გარეცხა ან რაღაცა კი არ უქნა. ხო, აი, ლაშა. პირდაპირ დაალაგა ესე. აი, მაგაზია ზუსტად საქმე რა. ნახე რა. ამას ვინ აკონტროლებს საერთოდ? აი, ნახე ლაშა, აი როგორც კი ამას სიტყვი, ვიღაცეები სამწუხარო, ვიღაცეები. ან ნაცი ხარ, ან ქუცი ხარ, ან რაღაცა ხარ, ან სამწუხაროდ გამოვარდებიან და რა სიტყვი, ან რას ამბობენ, იცით რომ აუ რა ქნას ახლა, ნუ აი პატარა მაღაზია, რაღაც კაცი ვაჭრობს და რა არის, იცი? მერე კაცო, ეს რატო გვაქვს ამდენი ყველაზე მეტი აფთიაქი? რატო გვაქვს ყველაზე მეტი საავადმყოფო? რატოა რომ ესე იგი გაძეძგილია ავადმყოფებით მთელი ჩვენი ისა, ხო ლაშა, ხო? მოდი ავიღოთ და ესეთი რამე ვთქვათ რა. ეხლა რო წავიდეთ მე და შენ და ვიღაცა შეურაცხყოფა მივაყენოთ, ხელი რო გავარტყათ. სიტყვაზე ვამბობ, მერთმა დაგვიფაროს, ხო? დაგვიჭერენ, ხო? და ადამიანს შეუძლია კაცს მაგალითად მიყიდოს გაფუჭებული თევზი, გაფუჭებული ხორცი, გაფუჭებული რძე, ნიტრატებით სავსე, ისა ხილი, ნიტრატებით სავსე, მაგალითად ხილბოსტანი, რომელიც შემდგომში გამოიწვევს მის დაავადებას. არ არის მარტო ეს კიბო ხო არ არის, ეს კიბო მილიონი სხვა რაღაცა ეს კიბო უბედურება, რომელიც კლავს კაცს, ხო? მაგრამ რამდენი ისეთი დაავადება, მაგალითად რა, რომელიც ქრონიკულშია, ცუდად არის ადამიანი, მერე მართლა უყალიბდება წნევა, ჯანდაბა, ოხრობა, უბედურება, ხო? ყველაფერი. და ესე ნელი, აი ეს როგორც იტყვა, ნელი ნაღმია ჩადებული, ხო? ხო და ამ დროს ჩვენ ვამბობთ რომ აიმე რა ქნას კაცი, მაგრამ ვიღაცა იტყვის გაიგე, იმიტომ რომ მომისმენია ესეთი რაღაც. მე ახლა ერთ-ერთ მაღაზიაში ამას წინათ იყო რაღაცა, შევედი კაცო, ხედავ, შენი თქმის არ იყოს რა. ეს კარტოფილი აუწონე, ჩაუყარეს კარტოფილი, ჩვეულებრივი თან არანაირი სალფერისა, კარგი კარტოფილი. და მე იგივე ხელით კაცო ამოაძრო იქიდან ყველი ჭრახ, გაჭრა, შეფუთა, გაატანა მეორე კაც 2 წუთის შემდეგ. რა უთხარი ამ ხალბატონს, მე უთხარი. რა საკეთებ ხალბატონო, მე უთხარი. აბა თქვენ რატო მასწავლით რაღაც ესე ჭკუას გაიგე? ჭკუას კი არ გასწავლი, მე უთხარი. მე ახლა აქ მეორე ჩემოსული ნახდა დაყარავარ, მე უთხარი, მაგრამ კაცი იქნებ ბავშვთან მიაქვს, თვითონ უნდა ჭამოს, რა მნიშვნელობა აქვს? შეიძლება შენ მეთქი, შევეკითხე სახში კარტოფილს რომ მოკიდებ ხელს. მიწიან კარტოფილს. იმითი შენ შვილს ყველს მოუჭრი, მე უთხარი. აი ამაშია. ეხლა რა არის ყურე? ჩემი პირადი აზრი არის და ალბათ ძალიან ბევრი დამეთანხმება ჩვენ ქვეყანაში, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო დღეს არის აი აბსოლუტურად უუნარო ორგანიზაცია. რამდენი კაცი მუშაობს იცილაშა? აბსოლუტურად არაფრის მომცემი, შენი აზრით უბრალოდ მაინტერესებს, შენი აზრით რამდენი ადამიანი მუშაობს? არ ვიცი ეხლა ალბათ 100. 500 კაცი მუშაობს. 500 კაცი, რას აკეთებს ეს 500 კაცი ერთი მითხარი რა? ნუ ფაქტია რომ არაფერს. მოდი აქედან დავიწყოთ. გამოჩნდა აგენტო არაფერს არ აკეთებს. ერთი ეს რომ საქართველოს სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ლაბორატორია. კერძო ლაბორატორიები რაღაცეები არსებობს, სადაც თქვა მიწას მიიტან, სინჯს გააკეთებ, რაღაცეები არსებობს. ოღონდ კერძო სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ლაბორატორია, რომ კვებაზე და იმაზე იმასაკნეს ჩაატაროს კვლევები, გამოავლინოს რა არის მავნებელი, რა არ არის მავნებელი. და ჩვენ ხო მე აი ვიღაცეებისგან ესეთი რაღაცა მომწვდა კიდე ყურში კომენტარებში წავიკითხე რაღაცა რომ აიო თქვენო ისო რა ქვია რატო აკრიტიკებთო რაღაცეებში ბიჭო რა აკრიტიკებ იმიტომ რომ შენ დავოცვილო $10,000 46 სახელმწიფოზე რომ გამოყავი და არაფრის მომცემი დახმარება რო არ არის ის თითო სახელმწიფოსთვის $10,000 არის 0 არაფერი შენ იმ $400,000 ერთი პატარა ლაბორატორიის გაკეთება ხო შეგეძლო აქ ხო ლაშა ეგ ხო საერთოდ ნუ სიგიჟე რაც გააკეთეს 500 ადამიანს რაში უხდი ხელფასს არაფერში ეს ხელფასი მოდი ესე ვთქვა ყველაზე მცირე ხო $1,500 იქნება ყველაზე მცირე და მეტი ყველაზე მინიმუმ იქნება იქ 3 და 5,000 დავითვალოთ რა
ხო. ხო, დავითვალოთ ერთი 10 კაცზე რამდენი. და მოდი კიდე ესე ვთქვათ რა. რამდენიც გინდა იმდენჯერ აკრავენ თავიდან ვადას. ვადის გარეშეც. მე რას ვამბობ? ძეს და არა მარტო ძეს და ხაჭოს და კიდე ერთხელ მაწონს და ასე შემდეგ. შენიც რო ჩვენ არ გვიყვარს ეს პოპულიზმი. აი ეხლა არ მინდა რა არის ხოლმე იცი ჩვენთან როგორ აი ეს ძე მოხდა და ყველა აგინებს ამ სანტეა თუ სოფნის ნობათია თუ რაღაც ჯანდაბა აღარ. ნუ ძირითადად პაპაშოს. ხო, და პაპაშოს, ხო? ხო? ეხლა მე ჩემი ძლია რო თქვა რომ აუ პაპაშვილს დაუღუპია ქვეყანა, მაგრამ პაპაშვილზე კი არ არის საუბარი. და რა ვინ შეამოწმა ის რძე რომელიც შემოდის უცხოეთიდან? ეს რძე რო უცხოეთს დავიდა, ეს რძე რო შედიოდა ამ თვეების მანძილზე რო შედის. ეს 500 კაცი რო ყავთ. 500 კაცი, ხო? კვირაში ერთხელ შედალოცვილო. კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ. ჩაატარე რა, შესყიდვა რა. შესყიდვა, წადი მაგალითად ერთგან აიღე რა ქვია სოფლის ნობათის ძე, მეორეგან ხაჭო აიღე, ერთგან სოსისი აიღე, მესამედან ძეხვი აიღე და რასაც შენ ამბობ მართლა? ჩაუტარე რა ლაბორატორია რა. ემთხვევა? არა აქვს, არა აქვს. აი რო არა აქვს ეს საერთოდ. გამიგე? არ არის. არის კერძო, რომელსაც მე ესენი მიდიან უკეთავენ თუ სჭირდებათ რამის ანალიზი. ლაშა იმ დონეზე მივიდა უკვე ტექნიკა, იმ დონეზე მივიდა, რომ აი Amazon-ში შეუკვეთავთ ჩვენ და $300, არის $300-იანი ძალიან მაგარი აპარატია. აპარატს ყიდულობ და რა უნდა იცი ლაშა, რასაც ჩარაში ჩახო გეუნება შემადგენელი. ხილბოსტანზე მაგალითად ესე. უჩხვლიტავ ამას და გიწევს რომ ამ ბადრიჯანში მაგალითად ამდენი ეს მავნენი მთიერება, ამდენი ეს არის, ამითი მოწამლულია, ამითი არ არის. აი ეს ყველაფერს გიწევს მონიტორზე რა. წარმოედგინე, ხო? 500 კაცს რო უხდი, 1500 და 2000 და 3000 ლარს და ამ ესენი ამა 5 მანქანა კი არა, 50 მანქანას მომსახურება რო ეყოლებათ და გამოჯგიმულები და გაჯგიმულები რო იქნებიან, ხო? ბიჭო 5 წელი ისიყიდე რა, აპარატი და ესე იარო ზმაო ამხახმე რა არის იცი ზოგიერთ გონიათ რა იცი რომ აი მე ეს კონტროლი რო დაუწესდება თავისუფლად ერთი მითხარი რომელ ქვეყანაში არ არის კონტროლი რა ყველგან რას ლაპარაკობ რა არის ლაშა იცი აი მაგალითად მე მეცაც გეტყვი აი მაგალითად სათამაშო მანქანა სიტყვაზე მომფეხლა რა კაცო ეს მაგალითად თუ არ არის იმ ხარისხის ეს არც ეს არ არის კარგი არავინ არ თქოს, იმიტომ რაღაცას გამოყოფს, რაღაცას მაგალითად არ არის ისეთი, კაი, მაგალითად არ ვარგა მტვერსასრუტი, ხო, გაფუჭდა და, ნუ, გასაგებია, ხო? მაგრამ ეს კაცმა რო შეჭამა, ეს რა ქვია, იოგურტი, კაცმა რო შეჭამა ხორცი, კაცმა რო შეჭამა ძეხვი, კაცმა რო შეჭამა ნებისმიერი პროდუქტი და გაძეძგილი რო არის ნიტრატებით, ამ საწამლავებით, ხო? და ადამიანი რო ზარალდება რა ეს უნდა იყოს ლაშა მარტივად თქვათ, მოდი ვთქვათ რა. სისხლის სამართლის დანაშაული რა. იმიტომ რომ არა აქვს მნიშვნელობა ძმაო, შენ მე ქუჩაში დამწამლავ რა. დანას დამარტყავ, თუ შენ ისე მომწამლავ, მე კიდე რო აიღო შორიმითი რა. დანას რო დაარტყავ, კაც შეიძლება შეუხორცდეს ეს, წავიდეს, წაიყვანო ექიმთან, სასწრაფომ და უშველოს. და კიბოთი როა გაძეძგილი და საქართველოს ეს პატარა ქვეყანა მთელი თურქეთი და ისრაელი და ის გაგიჟებული რა ყველას კი მოუჭირს რომ ქვეყანაში ხო და 1000-ობით ადამიანი რო გვეღუპება აი ამ კიდე სხვა დაავადებებით ხო ამას არ შველის მე არაფერი რა იმ დანის დარტყმის ძირითადად ნაკერი შველის ნუ აი ეხლა რაც შეეხება მაგას რა აი მე მაგ ეგეთი შეკითხვა რა არავინ არ ინტერესდება ამ ქვეყანაში რომ ეგრეთ წოდებული ნარჩენ ათხოვდებს რო ეძახიან რა. აი გვაქვს ბოინი. კი, სად მიდის ეს ათხოვდი? სად არის ათხოვდი? ხო აჩვენეს რამოდენიმეჯერ ლაშა? რა აჩვენეს? პირდაპირ მიდის დინარეში რა ხარ? დინარეში მიდის, ტბაში მიდის, ამას ჭამენ თევზები. იმ თევზს მე ამოგიყვანენ, დაიჭერენ, თევზები კი არა, უბრალოდ არ მინდა რა ამაზე საუბარი რა. იმისი ათხოვდები სად მიდის? აი საავადმყოფოებში რო ხალხს ოპერაციებს უკეთებენ 1000 ჯანდაბა თუნდაც სად მიდის ბოლომდე ხდება მისი უტილიზირება ხო ამიტომ 400,000-ად რო გაიქანეთ და იქ ვიღაცას დაეხმარეთ ჩემო კარგო ხო ან ლაბორატორია გააკეთეთ ვიძია ან გადამამუშავებელი მე მესმის რომ გადამამუშავებელი ქარხანა რო კერძო პირმა გააკეთოს არ არის რა მაგისი ის ხა იმიტომ რომ არ არის იმისთვის სარფიანი მომგებიანი, ანუ ბიზნესმენისთვის. ხო. ამიტომ ყველა ქვეყანაში ამას სუბსიდირება სახელმწიფო უკეთებს, რომ
იმას კონდეს, ანუ გადამუშავდეს ისე, რომ გარემოსთვის ბუნებისთვის არაფერი იმის მომტანი არ. მეურნეობას ყველა ნორმალური და ძლიერი სახელმწიფო ცდილობს, რომ სუბსიდირებები გაუკეთოს რა. რომ მართლაც იყოს ნორმალური პროდუქცია, იყოს ნაწარმოები რა. არა, აქ სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე კი არ ვამბობ, მე ვამბობ იმაზე, რომ აი თქვათ მე ავაშენე ქარხანა გადამამუშავებელი ათხოვდების აქ ბოდიში სლენგისთვის, მაგრამ ნუ ყველასთვის გასაგები ენაა და იმიტომ ვამოთან პოდკასტია და შეიძლება. ამ ათხოვდების გადამუშავების ის არის რა, გამიგე? ხო, ვერ მოიგებს ბიზნესმენი რა, ეს იმიტომ რომ იმას ხარჯი იმდენი აქვს, დენი ისა, ესა თავში ვერ მოიგებს, შეიძლება მერე მოიგებს. შეიძლება, მაგრამ შეიძლება. ამიტომ ამას უნდა გაუკეთდეს სახელმწიფო სუბსიდირება, იმიტომ რომ იმ ბოინში განაცვალე 2000 ძროხა რო დაიკლა ერთ თვეში იმის ტყავი, იმის ისა, იმის ესა, ნაწლავები, რაღაცეები ხო არ იჭმევა ბოლომდე არა, რაღაცეები მიდის ათხოვში, ხო? ის სადღაც ხო უნდა წავიდეს და გადამუშავდეს, ხო? მაგისტვის არსებობს მე ზოგი ქარხანა ისე შეიძლება რომ ეს ბოინი მოიგონეს. ხო, ის არა. ხო, ის არა, ეს ბოინი რატომ მოიგონეს? რომ გლეხმა სახში ვეღარ დაკლას ის ძროხა. ფასი გაიზარდოს და ის რომ მართლა ვინმე იმაზე ზრუნავდეს ადამიანზე. მართლა ვინმე ზრუნავდეს მართლა გარემოზე, რეალურად ეკი არ არის. უბრალოდ გლეხი აიძულეს, რომ შენ აღარ დაკლავ, დავკლავ მე და მე უფრო მეტ ფულს ვიშევ ვიდრე შენ რა. ხო, ფაქტი არის. ხო, ნუ ეს არის ნუ უბედურება რა. იცით რა არის, მე აი მაგაზეც ის არის რა, ჩიკო, ყურე მესმის, რომ სისუფთავე უნდა იყოს დაცული, რაღაცა უნდა იყოს დაცული, მიიყვანე იმ ბოინში, დაგიკლეს, გაგისუფთავეს, გამოგატანეს თუ როგორც არის და მე შენ აქცევ ხო, ამას რეალიზებას უკეთებ. გასაგებია ეგეც ჩემთვის. დაჟე მისაღებია რაღაც დონეზე, იმიტომ რომ მაგრამ ბიჭო, აგერ ხო, ამას რო დაკალი და მოჭერი ეს თავი თუ რაღაცა, ხო? ყველაფერი ხო არ იჭმევა კაცო. რა თქმა უნდა. ამას უნდა გადამუშავება. მიდიხარ და სადღაც ხო ყრია ამას. როატეხეს ერთი ამბავი ისიც ის არის, რა ქვია, ამ სკლინტის ჭამაზე და იმაზე. კი ბატონო, არ არის. ესე იგი გამოდის, რომ ქათამს თურმე იმიანს გვაჭმევენ, რა ქვია, ანტიბიოტიკებიანს. ძროხა თურმე ამ ანტიბიოტიკიან ქათმის სკლინტის ჭამს და იმით რძეს იმაშვება. მერე გამოჩნდა, რომ ეს ძროხაც თურმე რომ დაინფიცირდა და მომაკვდავი გახდა, თურმე ჩვეულებრივად დაკლეს და გაასაღეს. აი ამაზეა რა ხდება, მე ვერ გავიგე საქმე ლაშა, ნახე გერმანიაში ხო ანუ აქ მარტო პაპაშვილის არა მთელი ჯაჭვია პაპაშვილი რა არის იცი ეხლა ჩვენ კიდე ერთხელ შეგვიძლია და არ ვაკეთებთ ამას და მათ წინაზეც ამას ვამბობ ჩვენ შეგვიძლია ახლა ვილაპარაკოთ პაპაშვილზე რა და შევაწმინდოთ ხელები პაპაშვილს მიდი კაცო რა გვენახულება ხო რა არ არის ესე რა მე ხა გეშვილმა რომ დაარღვია თუ დაარღვია 1.50 რგოლსა კიდე დარღვეული. აჩვენეს მაგალითად გერმანიაში ხორცი, ნუ მე ხო იცი ეს კულინარია მაინტერესებს, ახლა გაინტერესდი. ხორცის თემა როგორ ყოფილა? აწერე რაღაც 1 M1 რაღაცა თუ D1 რაღაცა 2 3 4 5 და რას ნიშნავს? აი ეს ყველაზე დაბალი ფასი რაძღირს ახლა რომ ამოგნიქ 3 евро 3.5 ეს არის მაგალითად ღორი საქონელი, რომელიც არის სულ დახურულ სივრცეში. არ ჭამს აი არ სვავს აი ბაგური სისტემა არ სვავს კარგ წყალს აი არის პირდაპირ უწერია დაბალი ხარისხი ძალიან დაბალი ხარისხის და უწერია სხვათა შორის არავის არ ათქვა მაგრამ დაბალი ხარისხი არნიშნავს იმას რომ ის ცუდია ანუ ისეთი კარტია ანუ ცუდი იმას აჭმევენ რაღაცა პესტიციდების როგორი თემა არის აი მაგალითად მოხარში გულსახარშიდან გამოტანილ ნარჩენს ჭამს ისიც რაღაცა ხო მაგრამ ის ხო ვორკისი არ არის ვორკისი არა მე აჩვენებენ მეორე ნიშნავს რომ ეს ძროხა დღეში 1 საათი გადის ჰაერზე ან მოძრაობის საშუალება აქვს რაღაცა უკვე და ის ბოლო რო არის 5 ის არის რომ ეს ძროხა მთაში დადის მარტო აი სიმიც იმას ჭამს ამაშვება იმაში და არის კარგი ხო ჩვენთან მაგალითად მარტივად თქვა და საზამთრო ყველა ბავშვს უყვარს და ჩვენც გვიყვარს ხო შევამოწმოთ ზაფხულობით 99% საზამთროზე ისეთი ნიტრატებითაა სავსე რომელიც ნუ აი რა ვთქვა თაფლია ვიყოთ ხო აღმოჩნდა რომ ქართული თაფლი რა სამწუხაროც არ უნდა იყოს ჩემო ლაშა ვერ გავიდა ამ ევროპის ბაზარზე რატომ იმიტომ რომ სახელმწიფო რას აკეთებს არაფერს იმიტომ ნახე როგორ აქაც ვისაც უნდა შემოაქეს ყველა ფუტკარს წამლავენ იმიტომ რაღაც ტკიპო უჩდება ეს საკმაოდ დიდი ხნის ამბავია რა ხო კი
ხო და ვისაც უნდა ეს წამალი შემოაქვს და აღმოჩნდა რომ ეს რომ შეწამლეს ეს ფუტკარი უკვე ამ წამლით. იმდენად აი ესე შხამები ამ ფუტკარში რომ იქ მართლა სადაც ლაბორატორია აქვს ევროპაში როცა იღეს ეს თაფლი შეამოწმეს ლაბორატორიაში და უთხრეს არ გვინდა გენაცვლელი. თქვენი თაფლი არის შხამი. მეორე მომენტი თუ ფუტკარი არის მაგალითად ზოგმა იცის აი კი კარგად, კაი ბუნებაში, კაი სიმწვანეში. მაგრამ 5 კილომეტრზე ფრინავს ეს ფუტკარი. და იქ თან პირდაპირზე ფრინავს. და სადღაც იქვე 400-500 მეტრში და უფრო ახლოსაც, ხო? ან ცოტა შორსაც. ვიღაცამ ადგა და ეს პესტიციდი დაუშვა რა ამ იმას, რა ქვია, თავის მას, რა ქვია, ბაღს რა მნიშვნელობა. შევიდა ფუტკარი, წამოიღო ეს თაფლი, მოიტანა, გონია კაც რომ ესე იგი კაია შენ ბავშვს აჭმევ და იხდი 20 ლარს, 25 ლარს, 30 ლარს სუპერმარკეტებში, იმაში, ამაში, ხო? ამ დროს საწამლავია თურმე რა. იმიტომ რომ ლაშა ნახე აი ევროპაში ვინც არის. შენ კონკრეტულად ამერიკაში იყავი, ზუსტად არ ვიცი როგორ არის, ხო? ევროპაში ვინც არის, ხო? გაოცებულია ხალხი კაც. პრაღას აიღებ, თუ ვენას აიღებ, თუ ბერლინს აიღებ, ხო? ნუ გადიხარ თურმე რა, ნუ კვარტალებს რა. და არის ესე თითზე ჩამოსათვლელი აფთიაქი კაც. ჩვენთან რა ხდება ლაშა რა? ბავშვი ვიყავი მახსოვს რა ხო ყველა ხდებოდით ამ ბავშვი პოლიკლინიკა იყო თუ საავადმყოფო მე მომიწია ერთხელ რაღაცა საავადმყოფოში იყო. სარელი იყო კაცო ლაშა საავადმყოფოები. ეხლა ყველა ნაბიჯზე საავადმყოფოა, ყველგან რიგი დგას. ჩემი ქუჩა სადაც მე ცხოვრობდი ნიუ-იორკში, ბრუკლინში, კონი აილენდის საავადმყოფო იყო ჩემს გვერდზევე რა, ჩემი სახლის აქ. მოპირისპირე მხარეს იყო კონი აილენდის საავადმყოფო. ამდენი ხალხი რაც აქ არის, გინდა ავერსიში, იქ მე არ მინახავს ეგეთი. ხო, ნიუ-იორკში ცხოვრობს 10 მილიონზე მეტი ადამიანი. ბრუკლინში კაცო მარგო. არა, ნუ საერთოდ მე მგონი 15 მილიონი. არა, საერთოდ 22 მილიონია სიტი ნიუ-იორკში. შენ ამბობ ხმთლიანად. ხო, ანუ ქალაქ ნიუ-იორკი, ხუთივე ბოროში 21 მილიონია რეგისტრირებული. ხო, არა რეგისტრირებული შენა ორი მაგდენი იყოს, კაცმა არ იცის ეხლა იქ იმდენი ჩადის გადის კაცმა. ჩამოდის და ხო, ნუ როგორც არის, მაგრამ კონი აილენდის საავადმყოფოში არც ამდენი მანქანა მინახავს იქ აქ როგორც არის, არც ამდენი სასწრაფო არ დადის სასწრაფო კი როგორ არა, მაგრამ ესეთი სიხშირით, ესეთი ინტენსივობით და ესეთი გადაძეძგილი რომ 260 და რაღაცა ვიყავი რიგში რა. ესე იგი, ბავშვობაში კიკვიძის ბაღთან ცხოვრობდი შეგა. და კიკვიძის ბაღიდან ეს მაპატიებენ კაცო ეს დომბიტას რო ეძახიან. ხო, დომბიტა. უნდა ესე იყო რა. იყო კილომეტრი და 200. წარმოიდგინე, კილომეტრი და 200 ესე რა, სახლიდან დომბიტამდე. და აქ შუაში იყო ერთი აფთიაქი. და ეს აფთიაქი რამხელა იყო ლაშა იცი? 30 კვადრატი მაქსიმუმ რა. და ამ აფთიაქით სარგებლობდა წარმოიდგინე აი თელი ერთი უბანი კი აი ეს დიდი ის არა მოსახლეობა. და რომ გახვიდო რომ მიხვიდოდი, ორი კაცი თუ იყო ხოლმე რა. ორი კაცი რა. ეხლა აგერ ჩავიდეთ გაჩერებასთან და 6 აფთიაქია, შევიდეთ ამ 6-ვეში. 6-ვეში რიგი იყო. 6-ვეში რიგი ხდა. ეს ვამბობ აი 100 მეტრში რო გავიდეთ. სამწუხაროდ. ხო და ამაზეა რა, ჩემო კარგებო ხალხი. ეხლა ხაჭო აღარ ბაზარში რო ყიდულობთ ვით სოფლის იმას ხაჭოს რა, იმის ვინ შეამოწმა ის ხაჭო რა, ვიცით რომ ის სუფთა არის, იმაში რო ჭხირები არ არის რამე ვიცი. ლაშა ამაშია. ან რომელი ჩავიდა და რომელმა ნახა ერთი როგორმა სუფთა დიასახლისმა გააკეთა ის ხაჭო. უნდა მივიდეთ რაზე. აქ მარტო პაპაშვილზე არ არის ლაპარაკი, გაიგე, აიგდეს ეს კაცი იმიტომ რომ ვიღაცის მომხრეა, გავიგე, გასაგებია კაცო ვიღაცის მომხრეა, მაგრამ ეხლა რა არის, იცი? ეს ყველაფერი უნდა მოწმდებოდეს ყველგან და ყველგან უნდა მოწმდებოდეს. არ უნდა კონდეს რასაც გამართება შესოფელს თემაში შეეხე. მე მაგალითად ვიცი სოფელში, მაგალითად მამაჩემის მეზობელი, რომელიც აი მართლა რა, ჯერ სანამ ძროხას ცხელი წყლით არ ჩამობანს, მანამდე არ მოწველის, გარეთ გამოყავს და მაგრამ ვიცი ადამიანები ბევრგან მინახია. შველი კილო მოუსვა მინუსი. შველილასაც არ მოусმევს, გვერდზე ფუნა და წველის გამიგე. მე ამას რაში ასყავს, ან რა მარლაში წურავს, ან როგორ აკეთებს გამიგე. ხო, არავინ არ იცით, ჩემო კარგებო რა. რა არის, არავის არ ეწყინოს, იციან ხოლმე ლაშა, კიდე ერთხელ ვამბობ რა.
არავის არ ეწყინოს, აი როგორც იმაზე იციან ხოლმე რა, რომ აი მიდის მანქანა რა და საშინელი გამონაბოლქვი აქვს რა. და რო იტყვი რაღაცას, რო იცი რა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, გამონენდა რას გეტყვიან, იცით რომ აი რა ქნასო ამ კაცმაო, კაცო ამითიო ლუკმაპურ შეულებს ბავშვებთან მიაქვსო. გასაგებია ძმაო, მის ბავშვებს შემოვევლე მე, მაგრამ ეს კაცი მთელი დღე რომ მოძრაობს იმ მანქანით და ათასობით სხვის ბავშვს რო წამლავს და ერთი მე მინდა რომ აი იმ კაცს, ვინც ამას ამართლებს და ვინცთან იმ მანქანაზე ის ერთი რამე, აი პირდაპირ ცოტა ისე ვიტყვი ჟარგონულად რა. ყურში უნდა მოკიდო ხელი და წაიყვანო აი იმ კლინიკაში სისხლის გათეთრებით, ონკოლოგიური ბავშვები. მე არ ლაპარაკობ იმაზე. ჩემმა მამიდაშვილიშვილს აქვს გადარატანი. ხო, მე ვსაუბრობ რომელს, იცი? 10, 12, 11, 9, 7 წლის ბავშვები რო წვანან რა. უფრო პატარები ბიჭო, უფრო პატარები. კიდე უფრო პატარები, მაგრამ რა და რას ვამბობ, იცი ლაშა? ვერანაირად ვერ ვიქნები. ვისაც გინდა ეწყინოს, რომ აი რაღაცნაირად შევიდე იმ კაცის გაგებაში, რომ ესე იგი ამან წავიდეს თავისი გაფუჭებული მანქანით, ან თავისი გაფუჭებული ყველით, ან თავისი გაფუჭებული რძით, ან თავისი გაფუჭებული ხორცით მოწამლოს და დახოცოს ბავშვები და მე სოლიდური ვიყო, ეგ იცი რა გამოდის, თუთაშხიაში როა რა. ძალიან კარგად როენება იმ მეწისქვილეს. არც შენი შვილები ყვარებიაო, არც ის თორე სხვისი ნაკლავი ფულით არ დაიწყებდიო და რა იცი ჩვენთან რატომღაც რა გახდა ლაშა, იცი? ადამიანის როგორ ხედავენ, იცი? თუ მაგალითად ეხლა მერტ აი ჩაარტყეს კაც ჭიქან მე გესროლეს და გაგიხეთკე თავი მერტმა დაიბაროს აი შენ მესროლე და გამიხეთკე თავი ან დანადამარტყი აი ეს გონიათ მარტო რატომღაც დანაშაულად და მე რო შენ ამაში აგერ იმაში ნაბეღლავში ან ბორჯომში ის რო ჩაგისხა საწამლავი და შენ დალიო ხო თურმე ეს თვახილულად ვერ დაინახე ეხლა შენ და ხო ეს რა მოხდა კაცო ღმერთსაც თავის კარგი უნდა ეხლა ის რაღაც ეგეთი ღვინო კარ აი ხშენ мама ყავს და ეგერ ისეთი სასწაული ღვინო გაქვს ხო რაჭაში და ესა ხო ხვანჭკარა და რაღაც ხო ანუ როგორი თემა იცი როგორ გონიათ აქ რა მე თუ კაცო აქ ხეთქეს სპირტის რაღაცა და მორიე და ჭაჭაზე და ჯანდაბაზე და შაქარზე და ის დაგალევინე შენ და მე შენ დიაბეტი დაგემართა და უბედურება ეს რა მოხდა ეს არ არის გემო ხო ქონდა კაი ხო ეს არ არის კაცო არაფერი ფალსიფიკაცია რა მოხდა აი რა მოხდა ამ კიტრს თუ დააყარე 5ჯერ მეტი ის აზოტი თუ ჯანდაბა და ოხრობა და აზოტი კიდე არაფერი აზოტზე არ ვამბობ მაგრამ მე ვამბობ აზოტი არ არის აქ საქმე რაშია იცით ხო უყურეთ ჩვენ ვთქვით თავიდანვე რომ ობიექტურობაა რა სათქმელი და არა ის რომ პაპაშვილის ბრალი იყო ის თუ პეტრიაშვილის. გავიგე კაცო პაპაშვილიც არის დამნაშავე პეტრიაშვილის და პავლეაშვილის და ვინც იყვნენ კიდე ხა პირობითად ვამბობ გვარები უბრალოდ გაერითმა ესე თორე. გასაგებია ჩვენთვის ეგ მაგრამ იმ ბაზარშიც კი ამოწმებს ვინმე სოფლის იმას პროდუქციას არაფერს არ ამოწმებს. ერთადერთი რაც არის რომ დაარტყავენ რაღაცა ბეჭედს რომ ეს დაიკლა იმ ბოინში თუ რაღაცა და კაცმა არის ის კიდე ის რა ბეჭედს არყავენ ისიც არის მე ვერ მოაძრობ იმ ხორცს ხოლმე ხორცს აფუჭებს ხო იმას რა ქვია ბოინში არის დაკლული თუ რუსული ხორცია თუ რა ხორცია საიდან შემოსული და როგორი ბრაზილიური თუ რა ბრაზილიური გაყინულზე აღარ ვამბობ ისა აჩიკო გაგერ წელან არ მოვყევი მაგალითი ნუ აი ესე ჩემ თვალწინ გამოიტანათ იმა დაშავე მიწაზე კი ეხლა წარმოგიდგენია ვაგზლის ტერიტორია როგორის ანტისანიტარია ისედაც სად შეიძლება ნებისმიერ მიწაზე ყარო რამე და იყოს ახლა სოფელში ჩემთან სიტყვაზე ვამბობ თაში მინდორში დაარტყა ხო გადაავალე წყალს მინდორ ლაშა მე კიდე რასაც იცი დიდი მნიშვნელობა შენ რომ მინდორზე შენთვის დააგდებე და მე წყალს გადაავალე და შეჭამ ეს სხვა არის გაიგე და ვიღაცა ეხლა რომ ქაქში აბანავებს და თან შენ ამას მე გაძლევს როგორც ჩვეულებრივ პროდუქტს როგორც ეგრევე ახიკა და დადო იმაზე დახზე რა იქ არავინ ამას არ ამოწმებს ხალხო რა ის არაჟანი რო აქვს დასაწონი არაჟანები რო აქვს იქ როდის გაიხსნა ის თქვენ იცით რომ თუ არაჟანი გახსნიდან 3 დღეში არ დამთავრდა ის უკვე გადასაგდებია და ასე შემდეგ მაიონეზი რა ჭამ ჩვენ მაიონეზი რა არის ის რა არის ამას ვინ აკონტროლებს საერთოდ ეს მოგიკითხავთ
ანუ თქვენ გგონიათ რომ მარტოს კლინტნაჭამის როხების რძეში რო აღმოჩნდა რაღაცა აფლა რაღაცა ბაქტერია თუ რაღაცა გამიგე მარტო ეგ აქვს პრობლემა ანუ ამას თვლიან ახლა ესენი რომ თურმე ის რომ ამ ცუდია ეგ როგორ არის სხვათა შორის მაგრამ ეხლა მე ერთი აქეთ ხარეს ანუ წებს ვინმე რამე ყველა მიცის ჩემი შეხედულება კიდევ ერთხელ არ ვიცვლი ამ შეხედულებას ყველა მთავრობის მიმართ მით უმეტეს ამ მთავრობის რომელიც 12 წელიწადზე მეტი ხარ და შედალოცვილი შვილო ყველაზე მთავარი რაც არის ხო ყოველდღიურად კაცი საჭმელს რო ჭამს იმის რო გააკონტროლო შენი პირდაპირი მოვალეობა მაგრამ აი ეს ოპოზიციური არხები რო გამოვიდნენ ეხლა და ამ იმებს დაიწყეს მუშაობა გაიხსენეთ კარგად პირველმა ვინ გააუქმა ის სანეპით სადგური ის ორგანოები რომელიც ამ ყველაფერს ამოწმებდა რა თქმა უნდა ის იყო თავის დროზე კორუფციის ერთ-ერთი წყარო მაგრამ აი ზუსტად ეგ კორუფციის ხო ეხლა აღარ არსებობს საერთოდ აი ეს რაღაცა აი ეს სამაგეროდ ყვების ისარსებობს კაცო ხო ეხლა ხო და მაგას ვამბობ ამიტომ ისიც როდესაც ამაზე საუბრობთ საიდან დაიწყო ეს ამაზეც უნდა ისაუბროთ რა უნდა ისაუბროთ იმიტომ რომ მე რას ვფიქრობ ვიდრე სანეპით სადგური ერქვა თუ ეს ყვების კი უნდა გაუქმდეს უბრალოდ უნდა მოდერნიზება ჩაუტარდეს სისტემური ცვლილებები უნდა მოხდეს და ჩვენ ხშირად საუბრობდით რა იმ წინაზე გამგებლებზე წინაზე უნდა დადიოდნენ ის ვიღაცები იქ კი არ უნდა იჯედნენ და სანამ ვიღაც არ დაურეკავს და სანამ თავში არ ჩაარტყავენ და სანამ მართლაც კლინტი ან იმას არ დაალევნენ მანამდე კი არის ხელში უნდა ეჭიროს ეს თავისი შემასამოწმებელი უნდა დადიოდეს ფერმიდან ფერმაში ბაზრიდან ბაზარში აი უნდა შევიდეს და მოკიდოს იმ ყველს ხელი შერასწამბობ ჩაარჩოს და უთხრას ეს რას აკეთებ როგორ არის მაგას თავი დაანებე არ გამოსწორდა და ვერ გამოსწორდა ხო კომუნისტების დროიდან ნებისმიერ ბაზარში წონაში რო ხალხს ატყვილებენ ძირითადად და არიცით წონაში მოტყუებას ეგეც რას ხო არა მე რას ვიძახი პროექტში ხო აქ ეხა ჩვენ გვაქვს ლაპარაკი და წონაში დღეს წონაში რო კაცო მოატყვილებს და იცი რაზე რო იქნება საუბარი ერში და ქვეყანაში რო ეხლა 200 გრამია და მაღაზე ლაპარაკო არა უნდა ყველაფერზე უნდა ილაპარაკო დღეს რო წონაში მოტყვილებაზე თვალს დავხუჭავთ ლაშა ხო უკვე იმაზე დავხუჭავ თვალზე გამაზე დავხუჭავ თვალს იმაზე და იმიტომაც არის თვალ დახუჭულები ვართ ყველაფერზე მიშას დრო იყო თუ ბიზნესი თუ შევარდნაძის და რა ხდებოდა მოყოლებული შევარდნაძიდან ძმო რაღაც ნაწილი დიდრდებოდა ხალხი უკან მიდიოდა მიშას დროსაც ვნახეთ ცალცალი კალოშით მოსული ხალხი გამდიდრდა ხალხი უკან წავიდა ამა დროსაც ხალხი ესენი გამდიდრდნენ ხალხი კი არ გამდიდრო უბრალოდ ხალხი ღარიბდებოდა ესენი დიდრდებოდა ეხლა იგივე სიტუაციას ხედავთ რა ლაშა რა ხო და აი ამაში არის საქმე ჩემო კარგებო რა თუ ჩვენ გვინდა ობიექტურად და წესიერად და ასევე ეფექტურად ამ საკითხის მოგვარება ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რომ რატო არა გვაქვს ლაბორატორია რატო არ აქვს რატო არ მოწმდება ბაზარში დაცულია თუ არა ყველა სანიტარული ნორმა არ ვიცი რატო არ მოწმდება ეს გაგივლიათ ბოლოს ბაზარში ნუ გასაგებია მეც გეტყვი ხელშეწყობა აი რა ხელშეწყობა ისე არის ხო ბევრ ლაპარაკობ ფერმერები რაღაცები აქეთ იქით ეხლა მაგალითად ერთ-ერთ მაიმან მითხრა რომელსაც ქათმების ფერმა აქვს აი მართლა პატარა ქათმების ფერმა თუ 200,000 ვაჭრობას სოფლის მეურნეობაში ეს ყოფილა 200,000-ზე მეტი თუ იუაჭრად ეგ არ არის ბევრი ვაჭრობის თემაში ხო მე ედებამდო დღეგე იმის გადასახადი ამის გადასახადი აქეთ იქით აიღო საქართველოში ჯერტი მაინტერესებს რატო უნდა იყიდებოდეს საქართველოში გაყინული ქათამი რატო არ უნდა ვადებდეთ ჩვენ საქართველოში გაყინულ ქათამს იქნება თუ დიდ მარჟას აი საქართველოში მართლა რატო უნდა იყოს ზოგან ორი მოსავალი ასწრებს თავისუფლად ხო რატო უნდა იყოს მაგალითად კიტრი და პამიდორი მარტო მე თურქეთზე კი არ მაქვს საუბარი ის კი არა რომ აი არ ყოფს საჩიკო არ მაშინ როდესაც ჰოლანდია რომელიც სუსტად დღეობით ჩვენ ტერიტორია ჩვენი პროდუქციის ეს ხო ვიცი ჩემი მეგობარი ბაღებში არის ახლა ნუ იცის რა ახლა ის სოფლის მეურნეობაშია ჩართული რაღაცა და საკმაოდ გერმანულ-ქართული კომპანია რაღაცა ნუ მოკლედ როგორც არის და მაგისგან რაღაცებს ვიგებ ხოლმე რა
ჩვენი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს შიდა ბაზრის დაკმაყოფილებას ვერც ერთ ფლანგზე. ხო, რატომ? ვერც ერთ იმიტომ რომ არასწორი მიდგომაა ზუსტად აქაც. ქათამია და ვერ უმკლავდები, ამიტომ უნდა შემოიტანო, იმიტომ რომ შენ კიტრი პამიდორი და იმას აღარ გულისხმობ. მე კაცო ეს რა ქვია, ხილბოსტანს და რაღაცას აღარ გულისხმობ. მაგაში ხო საერთოდ გარღვევა ყო. 7 ლარი ღირს ბადრიჯანი. ყველაფერში ბადრიჯანი ღირს 7 ლარი. ხო, ნუ საკატასტროფა ფასები. ფასებზე არ არის აქ ხალხო, რა არის, იცი? ფასები, კაცო, 7 ლარს აზრდა თან შხამს ყიდო. ამ ჩვენ ქვეყანას შხამს. გვაქვს იმის საშუალება ჩვენ, რომ სოფლის მეურნეობაში ჩაიდოს იმდენი ფული, რომ შენ საკუთარი პროდუქტ რა, ჩვენი მწვანილი და ის გადიოდა რუსეთში და იმაში და იქ დახოცეს ერთმანეთი ლაშა და იმეებზე ხალხი. ზღვა წესი, ზღვა ხო არა აქვს ისრაელს არ აქვს, ის ხო არის ზღვა არა აქვს საერთოდ. და მესამე ადგილას არის შავი ხიზილალის წარმოებაში. ნუ დამთავრდა. მესამე ადგილას. შენ რომელსაც რიონი გაქვს, რიონი, რომელშიც თვითონ ცხოვრობს ენდემურად ჯიშის, ზუთხის, ხო? ჩვენ ისა ზღვა გვაქვს, შავი ზღვა გვაქვს, ამხელა. და 10000-ობით დინარი, 10000-ობით, იმიტომ რომ 20000-მდე დინარი გვაქვს რა. საქართველოში წესიერად თევზს ვერ იყიდი. ქართული თევზის წარმოება. ეხლა დაიწყეს გორელებმა რაღაცა ხიზილალის, წითელი ხიზილალის გამოშვება, სხვათა შორის ძალიან გემრიელი იყო, მე მომეწონა რო გავსინჯე. მე ხელოვნური მეგონა და არა, კაცო ეს ჩვენ ორაგულის ის არისო და თუმცა ზღვაში წვეთია ეს. ეგ არაფერი არ არის, კაცო, მე მაგას ვიძახი, მაგრამ ესე იგი რაღაცა შეიძლება, ხო, აქაც? შეიძლება, ხო. როგორ 20000-ზე წედა შენათქვი, 20000 მდინარე გვაქვს, გამიგე და თევზი არ აქვს. თევზი არა. არა გვაქვს, არ ყავს, იმიტომ რომ დაადუხეს ძმაო, მდინარეები, დაადუხეს. ეხლა მე რა მინდა, იცი, მივმართო? და ნუ დაიწყებთ რა იმას, ჭიჭინი რო იციან ხოლმე ზოგიერთებმა რა, დაწყება, რომ აი მაშინ რა იყო. უბედურება იყო შევარნაძის დროს, მე მახსოვს, მე თევზაობა მიყვარდა, ხო და დავდიოდით ხოლმე და აი ესე ჩამოივიდა ნავი, კი, კაცო. ეს დაარტყავდნენ და მიდიოდა, ხო? ეხლაც არის. ესე იყო, ერთი წუთით სააკაშვილის დროსაც იყო, რო არ თქვას ვინმე, მე ხლა რო იცი რა, ეხლა შენ რომ მოხვედი ხელისუფლება და იძახი, ამას ვაკეთებ, იმას ვაკეთებ. რომ მიდიხარ, წამო ეხლა, წავიდეთ, ეხლა არ თქვათ რომ არ იცით. კიდე დეზერტერის ბაზარში, კიდე ნატმუქის ბაზარში, კიდე ძალიან ბევრ ადგილას. საიდან არის ეს ცოცხალი, საიდან არის ეს დინარეს თევზები ერთი მეორეს ზომა რო არის? ბრაკონიერული წესით არის ყველა დაჭერილი რა. ყველა. ფაქტია. ფაქტია. და იმ დენით, ოღონდ ნახეთ თქვენ რა მოხდა თუ შევარნაძის დროს გარდა აი ბობოლებისა და შეკრული ხალხისა, სხვებიც ურტყავდნენ დენს. ეხლა აი რაღაც გარკვეული ნაწილია და ისინი ისე იმ ტემპით იჭერენ და ისე ანადგურებენ იმას, რა ქვია, მდინარეებს რა. არიცით? ჩემზე კარგად არიცით ვინ არის? რომელ მდინარეში ვინ ბრაკონიერობს? და ვის აქ ესე მოდი. ესე იგი, ეხა უყურე, აქ უკვე სხვა პრობლემები წამოვიდა. ესე იგი, გარემოს დაცვის ინსპექცია ფაქტია, რომ ვერაფერს ვერ აკეთებს. იმიტომ რომ ვერაფერს ვერ აკეთებს. კომუნისტების დროს იყო კაი გამოთქმა. ყველაზე მეც ვინ იპარავს? ყარაული. ხო, დამთავრდა. ხო. დღეს ვინ არის? ხო არ გონია თევსაც ვინ იჭერს? ისა, იქიდან კი არ ჩამოდიან ზიმბაბვედან და მართლა კამბოჯადან და მაგადასკარიდან. არა. ზუსტად აი ის გედეი თუ რაღაცა თუ ისინი აი ვინც არიან, ისინი პირველ რიგში. ფაქტია, ეხლა ამ ბოლო ხანებში სხვათა შორის შარშან-წინის წინ რამოდენიმე მდინარეში გაუშვა სახელმწიფო პროგრამა იყო ეგ, რომ გაუშვეს გაათევზიანეს რამოდენიმე მესამე დღეს რო აუარეს და რო ამოატრიალეს ძალიან ბევრი. ძალიან ისა ლიფსიტა გაუშვეს 20-20000 ლიფსიტა გაუშვეს რამოდენიმე ხეობაში წითელკოპლიანი ხო და მე რაჩვენეს ლაშა სადღაც რამოდენიმე ხანში რო ვიღაცებმა აიარეს და ხო მოკლედ და ისიც თქმა მინდა კარგია ესე კარგია ამდენი დინარე გვაქვს არც სპორტული თევზაობა გვაქვს არაფერი არ აქვს არაფერი ჩვენ არ გვაქვს რა საფრანგეთში მარტო მილიონობით ტურისტი ჩადის სპორტული თევზაობის გამო
რომ იქ აი დაჟე ის ფილმიც არის ლუი დე ფიუნესი თამაშობს ჯოჰან კესარტი ფექს რო უტყავს იმაზე რა ქვია მიწაზე და ეს რომ დიდებს იწერს და ისინი რომ პატარებდნენ რომ იქ რაღაცა კომედია მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს მაგას მილიონობით ტურისტი ჩადის თევზაობის სპორტული თევზაობის გამო კი ანუ დაჭერის მუღამია რა რომ დაიჭირა დიდი ვინც უფრო დიდი დაიჭირა იმან მოიგო თუ როგორც არის ერთობა რა ადამიანი ფულს ხარჯავს რა ეს არის სპორტული თემა არაფერი მსგავსი მიუხედავად იმისა რომ ამდენი 1000 მდინარეა საქართველოში არც კალმახი არა გვაქვს წესიერად არც ლოქო არა გვაქვს ჩვენი აგერ დაჭერილი ლოქო გავედი ბაზარში კილო 50 ლარი 50 ლარი კილო აი ვინ უნდა მიცეს მაგას თბილისის ზღვა როდესაც პირველად ხო 50-იან წლებში იყო როდესაც დაიწყეს თბილისის ზღვის გაკეთება რა წყალსაცავის აი ხალხი მიწყვება ახლა ჩემთან ახლოს არის ხო უბანში ეს 70-80 წლის ხალხი და მეთევზეები ვინც იყვნენ ის დადიოდნენ რომ ყვებიან ლაშა იანკესით იჭერდნენ 5 კილო თევზს 2-3 საათში კი ბატონო მე ახლა უბანია ვიცი იქაც დადის ხალხი და ეს ბადეები და ეგრეთ წოდებული უკაცრავად ვიხმარ ამ სიტყვას პუტანკებს რო ეძახიან მაგითი იყო სუდაქსები დღესაც ასია უბრალოდ კიდევ ერთხელ რომ მაშინ თუ ვიღაცა ხალხიც მიდიოდა დღეს ეს ხალხი ვეღარ მიდის, ამ ხალხს იჭერენ ან აჯარიმებენ, მაგრამ იქ ვინც არის ამაზე პასუხისმგებელი, დღემდე ეს ბადეები ისევ არის ჩაგიდებული. რატო? იმიტომ რომ ის მაინც არ შეიცვალა ის სისტემა. იქ ვიღაც მილიციის უფროსია, პროკურორია, იქ რომელიღაცა ისა, თევზი უნდა რა ბიჭს რა, კაი თევზი უნდა რა. მიდი ახლა რა, ჩაუშვით კაცო. თქვენ ვინაც გეტყვით. არავინ აქავარ. ჟინვალზე რა ხდება ნახეთ. ანუ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც დოზით შემცირებულია, მაგრამ სამწუხაროდ ყველგან ისევ მაინც მიმდინარეობს ეს ბრაკონიერება. და ამასთან არ აკეთებს კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ უკვე მოსახლეობის აი ესეთი რაღაც დაბალი ფენები. ამითი ზუსტად ისინი არიან დაკავებულები სამწუხაროდ ვინც უნდა ებრძოდნენ ამ ყველას. კი ბატონო. ეხლა აქ გამოიკვეთა უკვე ორი პრობლემა, ну ფაქტია რომ ეგრეა, იმიტომ რომ არ არსებობს რაღაცა რაც არა გაქვს, ხო? რატო არ მოწმდებოდა რო ყვირი ხართ ეხლა, ჩემო კარგებო? მათ შორის მეც. გავარკვიეთ რომ თურმე ლაბორატორია არა, არა გვაქვს. არა გვაქვს ლაბორატორია, რა სად უნდა ირმანა წაიღო, წავიდა მე კერძო ლაბორატორიაში, იქ შეამოწმებინა და იმის მიხედვით გააკეთა დასკვნა. ანუ გამოდის რომ ლაბორატორია არის შესაქმნელი. ლაბორატორია არა გვაქვს. ხო. კონტროლი არა აქვს. კონტროლი არა აქვს. ახლა ალბათ 500 კაცი რო ყავს გაფორმებული და მუშაობს რა. 500 კაცი რა, 500 კაცი კი არა. 20 კაცი მოიგოთ ან 30 კაცი წარმოიდგინე შე რომ აი ეს კვირაში ერთხელ ეს შესყიდვები, საკონტროლო შესყიდვები გააკეთოს რა. წავიდა დღეს მაგალითად გორნაბიჩი ის იყიდა, იქ ის იყიდა, ის იყიდა, ესე პირდაპირ ესე რა. ისიც არჩევადობით აიღო რა. მოიტანეს შეამოწმეს რა. რა უნდა ამას? 500 კაცი, ჯერ ეს 500 კაცი არ უნდა 500 კაცი გაბერილი ხავთ თქვენ. ნუ გასაგებია ხო, და ეს პატარა ფული არ არის ლაშა. არ არის. ეს ძალიან დიდი ფულია რა. არ არის, ხო და ამას ვიძახი მეც რა. არ მოწმდება არც ბაზრები ჩემო კარგებო. არც ეს გზის პირას რო გაივლი და ამდენი ყველები რესტორანი რა გამოფენილი რო აქვს ყველი და რაღაცეები ხაჭოები ამ ტურის გვერდზე იქვე რო ყიდის ყველს. ვინმე მის შეამოწმა, არ შეამოწმა. აქ იმას რო ყიდის რაღაცა პროდუქციას, აგერ ავტობანია, გაიგე და აგერ უდევს დახლი. იკაცო ჩურჩხელები კიდია და მიდის ეს ბოლი ხამიგე ამ ჩურჩხელები. ვინმე შეამოწმა ისა, ვინმე პური შეამოწმა. რამე შეამოწმა ვინმე? ესე იგი ბავშვი ვიყავი მახსოვს პურს რო იყიდი. და ესე იგი აი ზეში ყოფილა აფლა ისინი რა. მეორე დღეს კაცო აღარ აქვს მნიშვნელობა ძვირიანია, არაძვირიანია. მეორე დღეს კაცო პურს ობი უჩდება რა. კი ბატონო უჩდება რა. კი ბატონო. ვინმე ამოწმებს ამ? არავინ არაფერს არ ამოწმებს, ამაშია საქმე. ხო, მაგაშია საქმე, ლაშა, მე ვფიქრობ, ეს პირველი ჩვენი აი ეს დღევანდელი საუბრის ეს პირველი ესე რომ დავამსრულოთ. გადავიდეთ მე უკვე სხვა თემებზეც რა, სხვა თემაზე. აი მე ვფიქრობ ერთ რამეს რა, რომ საკვებთან მიმართებით მით უმეტეს ძალიან უნდა გამკაცდეს. აბსოლუტურად არის საჭირო გასამკაცრებელი და აბსოლუტურად აი ეს ჩემი აზრით უაზრო ორგანიზაცია რა თქვი შენ რაღაცა სურსათის ეროვნული სააგენტო. აბსოლუტურად უნდა ანუ ეს უნდა გაუქმდეს და რამე სხვა შეიქმნეს. აბსოლუტურად. ამ სახით ეს არის სულთა პარაზიტული ორგანიზაცია, რომელიც ბიუჯეტის ფულს
ხალხის ფულს, ჩვენ ფულს ჭამს და მილიონებზეა საუბარი. და ვერაფერს აღმოჩნდა რომ ვერ აკეთებს. ვერაფერს სამწუხაროდ ვერ აკეთებს რა და რავი, აი ამაზე არა. ეგ ერთი. მეორე ის რომ გადასამუშავებელია, ამდენი ათხოვდებია, ამდენი ის არის, ამდენი გაფუჭებული, მიდის იყრება სადა, მდინარეში, ან ტბაში, ან სადაც ეს საერთოდ კატასტროფა. თევზი შეჭამს თუ როგორც არის რა. თევზის და ბუნების იმედად კი არ უნდა იყოს შედალოცვილო და უნდა ქონდეს გადამამუში მესმის, რომ იმას დაჭირდება სუბსიდირება, რაღაცა, მაგრამ დაჭირდეს. გაგვიგრძელდეს რა. ერთი საგურამოში მიდით რა ჯიგრებო რა. რომელ ქვეყანაში ნახავთ რაც საქართველოში ხდება? თბილისის ზღვაზეც თუნდაც ადით რა. თბილისის ზღვის ის პატარა ზღვა როა ის ჩვეულებრივ იმას ხოლმე ძალიან ხშირად ხალხს სასმელად იმაშვებია. ვისაც უნდა შევაიბანავებს, ვისაც უნდა ითევზავებს, ვისაც უნდა ბოდიში და ჩააფსავს, რა, ვინმე დაუშლის თუ რა. საგურამოშიც ნახე ძმო ის პატარა ტბორები რო. როგორ შეიძლება სადაც მოდის წყალი და ადამიანებმა უნდა დალიონ, ეს წყალსაცავები არ იყოს ძალიან სერიოზულად დაცული. იარაღიანი ხალხი უნდა იდგეს მან. ნიუ-იორკი მარაგდება, ცენტრალ პარკში არის დიდი იმის, რა ქვია, წყალსაცავი. ხო, პირდაპირ ცენტრალ პარკში. შიგნით. შემოსაზღვრულია ელექტრო იმითი, ყოველობრივად იქ ვარიანტი არ არის რომ გადახვიდე. ხო. ანუ იქ შემთხვევით ვინმემ რომ რაღაცა ჩაასხას საწამლავი, ხო? მთელი ნიუ-იორკი გაწყდება. შეიძლება ბიჭო ესე დაუცველად ესე აბსოლუტურად დაუცველად. რა ქვია, ვისაც უნდა იმას, რასაც უნდა იმას აკეთებდეს, გამიგე და არაფერი კონტროლი ამაზე არ იყო. მე შეგეთქვი, არამს თუ ახლა ცოტა თემას გადავუხვიეთ, მაგრამ მარტივ თემას გეტყვი რა. ხალხს გაზი გაუთიშეს. გაზი გაუთიშეს, ხო? და უბანში მანქანებმაც კი არ ჩამოიარა. ჩვენო მესიჯი გავგზავნით, იქნებ მესიჯი არ ნახა კაცო. იქნება არა ტელეფონი. ხო. მაგალითად კარგი ტელეფონია, არ ნახა იმ მომენტში რა. არ არის რა, ყველა იმ მომენტში ზოგი მოხუცებულია, ზოგი ავათაა, ზოგი კარგათაა, ხო? ერთი იმითი ჩაიარე, დაუძახე, დააკაკუნე, თან შენ გამო რო ხდება ეს. შენ გამო. მაგრამ ეგეც იცი სიბრალი ალაშა. აი ამერიკაში იყავ, ეხლა კაცი საფრანგეთში იყო, ის მიყვება რა. და წყალი გაფუჭდაო რა. გაფუჭდა რაღაც 2 დღე. ისიც იმიტომ კი არა, ის ტუბები ყოფილა რაღაც 70 წელს. ხო, მილები უпроსწორად რა. და 3 თვითონ ხო ჯერ გაგვანთავისუფლეს რომ გადასახადისგან წყლის, რომ ის მოხდა. ჩვენ გამო. ხო, ჩვენ გამო რომ მოხდა ეს ამბავი და თან რა თქმა უნდა ყველასთან მივიდნენ წყალი დაარიგეს. აქ რომ თელასია თუ მელასია თუ თელმიკოა თუ მელმიკოა როცა უნდა რომ უცებრო გაითიშა ამის გამო გაითიშა 2 საათის 3 საათში მოვა ის გაითიშა და არაფერი როგორ არაფერი ძმო მე დენის ფულს რო ვიხდი და რაღაცას რო ვაკეთებ საქმეს და მითიშა გაზს რომ ლაშა უნდა იყოს რა უნდა იყოს აბა რა კაცო მე სახელმწიფო ამას ვიძახი რა უნდა იყოს იცი შო გაკეთე კონტროლდება ის რაც ვაფშე არ არის საჭირო რომ კონტროლდებოდეს არ კონტროლდება ის რაც კონკრეტულად უნდა კონტროლდებოდეს ხო იძახი შენ რო ის არა ქვია ხო აი ეს მოხდა. აი შემთხვევით რო არ მოხდეს, ესე რო არ მოხდეს, ისე რო არ მოხდეს და ხარისხიანად ის კომპანიაც ხო? აბა როგორ ესე იგი რა გამოდის რომ კომპანია არასდროს არ უნდა დაზარალდეს და მოსახლეობას მაგალითად შენ მარტივად ავიდე. დაპატების დღე გაქვს რა. დაპატიჟებული ყავს ხალხი, გიყიდია წასულ ხარ მოგიტანია ხო? იმას მომდება და წკაპ. ახლა რა ვქნათ ხო? შენ ავანტყოფი ყავს სახში, რაღაცა გჭირდება, სითბო გჭირდება რა ვქნათ ხო? შო წკაპ ჩამოწია რა. ვეღარც ბანაობა, აღარ წყალი გაგა, ისა და ახლა თან მოხდა ერთი მომენტი ისე საბურთალოზე რომ გაზი ხო გათიშეს, დენი გათიშეს და წყალი მიაყოლეს რა. უყურე როგორ არის, ეხა ჩვენ ყველანი გადასულები ვართ ელექტროობა, გაზი, ხო? ძირითადად გათბობა და გათბობის ქვაბები ყველა არის ელექტროობაზე, ხო? ის თუ ელექტროობა თუ წავიდა გაზის ისიც იფიშება, თუ UPS-ი არ აქვს დაფა. თან არის ხა, იმასაც ვეღარ იტყვიან რა, შევარნაძის დროენდელ თემას, რომ ისა ხალხი არ იხდის და 2 თეთრი ღირს, დენი ღირს ევროპული ფასი, გაზი ღირს ევროპული ფასი და წყალი რა ვიცი, ეს უფასოდ უნდა კონდეს საქართველოში ხალხს წყალი. გადავიდეთ ახლა შემდეგ თემაზე. ხო, ლაშა, აი რა არის ჩვენ ვისაუბრეთ წინას აი იმ თემაზე, უკონტროლობაზე, აბსოლუტურად კონტროლი რო არ არის. არის ესეთი მართლა კარგი ისა, რა ქვია, გვერდია, ჩემი ქალაქი მკლავს და ნუ ის აჩვენებს ხოლმე სხვადასხვა ნუ ვიდეოებს რა. ნუ მოხშირებული კი არ არის.
პრაქტიკულად დღე არ გავა რომ ეს სასწაული თავხედობა არ ნახოთ ხო მით უმეტეს მანქანის სიარულს ეს ტროტუარებზე სიარული და როგორც უნდა რომ მივხვდეთ რა ჩემო კარგო ჩავთოთ ეხა ვიდეო და ვნახოთ რა ხო ახლა ნახე ლაშა შენ ამერიკაში ცხოვრობდი ხო მე მინდა უბრალოდ მიმართო იმათ ვისაც გონია რაღაცა თავისუფლება ან დემოკრატია ან დიქტატურა უბრალოდ მინდა უთხრა რა ასეთ რამეს ვერსად ვერ ნახავ ვერც დემოკრატიულ ქვეყანაში და ვერც არადემოკრატიულში მით უმეტეს კაცო რას ქვია ასეთ რამეს ვერსად ვერ ნახავ ეხლა უყურეთ ნებისმიერი ეს რო ამერიკაში იმებ გააკეთოს ტერორისტი ხარ ტერორისტი დახრიტა არ არის ეხა იქ რამოდენიმე შტატში არის სიკვდილით დახრიტა რას გეუბნები რა გაგებით ვამბობ ვიცი ხო გესვიან რა გააჩერებულ აბსოლუტურად ეგრევე იმიტომ რომ შენ ხარ ტერორისტი გადადიხარ სავალ ნაწილში და მანქანით მიდიხარ სავალ ნაწილში ფეხით სავალ ნაწილში ტერორისტი ხარ იმიტომ რომ ბევრი მაგალითები ხონია ამერიკას რომ ესე პირდაპირ მანქანით შევარდნილა ვიღაც ტერორისტი ხო და გაჭრიდეს და გაუტანია ხალხი და ძალიან ბევრი მსხვერპლია ამას და მილიონი არ დაფიქრდებიან ეგრევე შენ იქ რას ვქეთ ტროტუარზე მიდიხარ მანქანაში ის თქვა ხო ეს არის ტროტუარი და იქ შეიძლება ადამიანი იყოს აბსოლუტურად აბა როგორ კაცო ტროტუარი მაგისია რომ ადამიანი იქნება იქ ეს აღარ არის იცი ის რომ მაგალითად ტროტუარზე გააჩერა მანქანა ეგ სხვა ამბავია არა გაჩერება სხვა არის იქ არის რომ სადღაც შეგიძლია გაჩერება, მაგრამ სადღაც არ შეგიძლია გაჩერება და ამის ნიშნებია მილიონი რაღაცა. გასაგებია, მაგრამ აი სანაპიროზე მიდის ახლა ეს ადამიანი აბსოლუტ ყაზახია. ყაზახი. ხო, ყაზახია ადამიანი ჩამოსულია და აი რაღაცა ესე უზრდელურად ეს რა არის? ეს არის ჯერ ქვეყნის უპატივცემი. აბსოლუტურად. ჩვენ აი აშიკო სწორად ამბობდი შენ წეგან რა სანამ დავიწყებდი ჩაწერას რომ აბა ჩვენ რო გავაკეთოთ ანალოგიური ასტანაში მაგალითად რას ლაპარაკობ აი ჩავედი და აი ტროტუარზე და გელენ ვაგენით მივდივარ და ტროტუარზე მინდა რა ესე გავიარო თუ რაღაც მე მაინტერესებს რა არანაირი რეაგირება არ ექნება ამაზე არავის ხო აი ამაზეა ზუსტად საუბარი ლაშა რომ რეაგირება კი არ ექნება აი ეს ცოტა ჟარგონულად ვიტყვი რა ცხვირით ასვალს გაათხრევინებენ იქვე რა ჯარიმად თუ ციხეს გადაურჩი თუ ვერ გადაურჩი რა მოგადეპორტებენ ასლა იმ მანქანას ხო საერთოდ მანქანას ჩამოგართმევენ და რა ვიცი რა სარგიზა ყაზახეთში ვერ ჩახვალ რა ხო დამთავრდა შენი ამბავი რუსეთში როგორც აი შენ თქვი ამერიკაში პირდაპირ გესვრიან სადაც დაამთავრებენ ამერიკაზე არ არის ლაპარაკია კაცო ამერიკაში კიდე ვიძახი მომხდარა ეგეთ შემთხვევა რომ ტერორისტი შევარდნილა ხალხის ჯგროში და პირდაპირ ნახე რა არის მთელი უბედურება რა არის ლაშა რომ ჩვენ რას ვხედავთ იცი უკვე რომ აი ეს არ არის ერთეული მაგალითი ბევრი ხდება კაცო იმას შენ არ ამბობდი წეგან კუსტიმაზე რა მისის ბაზე ესე შევიდნენ და აი სადაც ველოსიპედები და მიდიან და თან უკვე რა არის იცი იმ დონემდეა გათავხედებული აი ეს პიროვნებები ვინც ამას აკეთებს ამას იღებენ პირდაპირ და დებენ სოციალურ სელში დებენ და რატო რომ იციან რომ მაქსიმუმ რა 500 ლარიან ჯარიმას ანუ იმას და მორჩა დამთავრდა ამით ყველაფერი რჩება აი ამიტომ მე მინდა მიმართო ხელისუფლებას კიდე ერთხელ აქვე ვამბობ რა იმიტომ რომ ბევრმა იცის ხოლმე ამას რომ ვიტყვი აბა ის გინდოდა მიშა გინდა რა მიშა პირველი მისი მოწინააღმდეგე ვიყავი და ეხლაც ვარ თქვენ რომ მაშინ ტაშს უკრავდით მიშას რა ტაშს რო უკრავდით ბიჭო გზის გადაკეტვაზე რომ 5000 ლარიანი ჯარიმა გაქვთ აქციაზე ხო კი არ გეუბნებით კარგია ცუდია არც ამაში არ შემოვდიო ამას რო კაცი აკეთებს კაცო რატო არ არის პირდაპირ რო უქმნის ადამიანების სიცოცხლეს ხიფაც ეს ერთი შეურაცხყოფას რო აყენებს სახელმწიფოს და სულში აფურთხებს ქართულ საზოგადოებას ხალხს ხო არა აქვს მნიშვნელობა ამას ქართველი გააკეთებს სომეხი ყაზახი რუსი თუ უზბეკი ვინც არ უნდა იყოს გინდა ქართველი იყოს ხო ქართველი რა თქმა უნდა კაც ქართულს პირველ რიგში გულისხმობ ხო არავითარი მნიშვნელობა არა და ეს ხალხი ესე რომ გაპეტიშებული ხავთ ხო
მიიღეთ რა კონკრეტული ზომები. მე ხო არ გეუბნებით ოპოზიციონერი ოპოზიციაში ყოველთვის ვიყავი ყველა ხელისუფლების წინააღმდეგ. და რატო არის მაგრამ მე სხვა რამის ვამბობ. ოპოზიციონერი არასდროს არ ანუ ოპოზიციონერი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი რა. კაცო მე იმიტომ მე კი არ გემტერებით მე გეუბნებით რომ ეს არის გამოსასწორებელი რა. ამას მე აი თქვენს ადგილას რო ყოფილიყავი აი ამ ყაზახებს თუ ვინც არიან მე ახლა ეროვნებას არ ვეხები. ამათ მე სამაგალითო დავაჩერებდი სამაგალითოდ აი საზოგადოებრივი არხი რო გყავთ აი გამოვაჭენებდი ამათ აუცილებლად სამუდამო დეპორტი ამათ სამუდამო დეპორტი იმიტომ რომ ეს არ არის რა იცი რომ კაც შეეშალა ეს არის რომ კაცმა ფეხებზე დაიკიდა ჩვენი ქვეყანა ჩვენი კანონი ჩვენი ხალხი ჩვენი საზოგადოება და სულში ჩაგვაფუთხა რა კი ბატონო აბსოლუტურად სხვამაც უნდა იცოდეს რომ ჩვენ უნდა გვცეს პატივი და როდესაც ასეთ რამეებს ვატარებთ ჩვენ და უტარებთ ყაზახი იქნება ქართველი სომეხი თუ რა მნიშვნელობა აქვს ვი აი ასეთ დანაშაულებებს უტარებთ ხო ამითი ჩვენ ქვეყანას ვაკნინებთ ხალხო რა ო აბა ჩვენ ქვეყანას ვაკნინებთ და მოგიწოდებთ რა ის კი არა რაღაცას რო გეტყვიან მაშინვე რომ ნაცი და მაცი და ის რო გელანდებათ ამ დროს ნაცები თქვენ რო კაცავსე ისა რა ქვია მთელი პარტია ხო ადექით და ასეთ რამეებზე რეაგირება გააკეთეთ რა ადექით და აი ამ იმებზე რეაგირებები მოახდინეთ ასეთ მძიმე დანაშაულებებს ეს მძიმე დანაშაულია აბსოლუტურად და მეორე ეს არ არის ავტოსაგზაო დანაშაული კიდე რომ რახან სოციალურ ქსელში ატვირთულ ვიდეოებზე და იმეებზე ჩამოვარდა ეხლა ლაპარაკი არ არსებობს რომ ამ თემას არ შევეხო იმიტომ რომ მე თვითონაც შვილის პატრონი ვარ შენს მამა ხარ მეც მამა ვარ და ესეთ რაღაცეები ძალიან ეხლა გავცილდა აი ბოლო დღეებში რომ 17 წლის ბავშვი ვიღაცა მეორე 13 წლის 14 წლის ბავშვს აი სახეში უტყავს წიხლებს დაგდებულზე ну საშინელი კადრები იყო რა მოკლედ რა ну აი ძალიან ცუდი რაღაც მოხდა რა მე არ ვიცი ამაზე რეაგირება მოხდა არ მოხდა თუ მოხდა გამობზანდი და თქვით რომ მოხდა რეაგირება ან დავაკავეთ ან ვქენით ან ეს ვქენით რაღაცა ვქენით იმიტომ რომ აი ესეთი ვიდეოებით არის გადაჭედილი მთელი ინტერნეტი რა ლაშა აი ეს აი ვიღაცაზე იცავა და იმას ეს არის და ეს და თან ყველაზე ცუდი რა არის უყურე აქ კაი იმან ეს ცემა ხო გავიგეთ ნუ ის რაც არის გასაგებია შობლიდან დაწყებული დამთავრებული თვითონ ამ პიროვნებამდე გავიგეთ ეგ ხო აღარ გავაგზავნებ იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ნახე მთელ საქართველოს ეხლა აგდებული ყავს აერში ეს ბავშვი იმიტომ რომ გამოუქვეყნეს თავისი Facebook გვერდი თუ რაღაცა რომ აი ეს არისო და წარმომიდგენია ეხლა იმის გვერდზე რა ხდება და საერთოდ ქუჩაში რო გამოჩდება თუ ვინმე მიცნო კიდე რა მოხდება კაცმა არის არასწორია და გეტყვია არასწორია კი ბატონო გეთანხმები აბსოლუტურად მაგრამ უყურე ეხლა აი მის გვერდში რო იდგა ეს ვინც ცემა ესეც არასრულოვანი იყო 17 წლის იყო ამბობე და ვიღაცა გვერდზე უდგას და ამას იღებს გაიგე ამ ვიდეოში ჩანს იქ რომ იქ ვიღაცა ბიჭიც დგას რომელიც არ ერევა არაშველებს გამიგე არაფერს არ მოქმედებს იქ გამიგე მარტო ეს კი არ არის დამნაშავე ეს ბავშვი და ისა აი ისიც დამნაშავეა. დამნაშავეა. ესეც დამნაშავეა. დამნაშავე იცი ვინ არის? გამიგე? საერთო ჯამში ვინ არის ის დამნაშავე? მოყოლებული. კიდე ერთხელ ვამბობ, ეხლა არ დაიწყონ ისევ საუბარი იმითი, რა ქვია, რომ აი ეხლა ამბობთ ამას. არა. მოყოლებული შევარდნაძის დროდან მიშა და შემდგომში. რო დავით დამნაშავე არის თლიანად აი ეს ელიტა, რომელიც აი გამოდის ეხლა და ამბობს, რომ აი ძმაო მე თუ შეურად მე იცი რა ქუჩაში გაზდილი კაცი ვარ მე ესა ვარ მე ანუ ხალხი რომელიც კანონს საწინააღმდეგო საქციელს თვითონ აправებს კაცო ხო ხედავთ ამ პარლამენტში რა ხდება ან დეპუტატები ერთმანეთს როგორი ლაპარაკებიან მიდის ცემა ტყება გინება ნუ ყველაფერი ერთად აღებული ნახე რა შეასაკუთრე ის ახალგაზრდა კაცი რო უყურებს ამას რას ფიქრობს იცი რომ ო ბიჭო იმ დეპუტატმა დაარტყა ვა გავიდა არც დაიჭირეს არაფერი. ვა, იქ მეორე დეპუტატმა მოკლა, ვა, არც არაფერი. მესამე ნახა რომ იმ ფულიანი მამიკოშვილი დათურა დაეტაკა
იქ ჩააწყეს იმას მტარს ფული მიწეს, მტარს რა, მიცვალებულის ოჯახს იქ იმას ჩოუდეს რაღაცა, არაფერი გამიგე. რატო იყო მაგალითად, ხო? შევარნაძის დროს ყველა ეს ცოტა ეს ტიპი ცდილობდა რომ ეს ქსივადებოდა ჯიბეში, ჩალიჩობდა. რატო? რო უყურებდა რომ ეს პრივილეგირებული იყო. ერთი პერიოდი ქუთაისში ის გააკეთეს, გამოკითხვა გააკეთეს და გოგოების გამოკითხვა იყო ესეთი რომ ვის გაყვებოდნენ ცოლად. და ყველას უნდა რომ ქურდს გაყოლოდა. რატო? აქ ის გოგოს ბრალი აღარ არის. თუ დაინახა ძმაო იმ ქურდს, პატივიცეს ქუჩაში ძმაო. კაი სახლი, კაი მანქანა, კაი რაღაცა და მიდრეკილებო კარგისკენ, აი კარგისკენ რა იცი? მატერიალური ტიპ კარგისკენ, ხო და აი მასა ჩვენ რასაც ვხედავთ რომ იმის მაგივრად რომ გინდა პოზიციასაც მიმართავ, გინდა ოპოზიციასაც მიმართავ. თქვენ რომ გამოდიხარ ძმაო ამ ტელევიზიაში და რაღაცა ძველ ბიჭობთ რა. ეს მარტო თქვენ კი არ გვგნებთ. ვითომ რო ძველ ბიჭობთ, ხო? ეს მარტო თქვენ კი არ გვგნებთ ძმაო. ეს ვნებს მთლიანად მე საზოგადოებას. იმიტომ რომ საზოგადოებაში მე ბავშვებს მით უმეტეს გონიათ რომ ეს რაღაც კარგი საქციელია, გამიგე? მღვდელი რომ გამოდის და რომ ძველ ბიჭობს რა. იმის მაგივრად რომ უთხრას რომ რას ამბობ კაცო მიუტევე რაღაცა ცოტა აპატიე, ცოტა იმასქენი, ხო? ეს მე ბადებს აი საშინელებას, აი უბედურებას და ჩვენ რო იცოდეთ, თქვენ ბეტად უფრო დამნაშავეები ხართ ვიდრე ის 17 წლის ბავშვი, მოზარდი, რომელმაც სცემა ის. იმიტომ რომ თქვენ არ ასწავლეთ, თქვენ რას ასწავლით ყველა იმიდან, რა ქვია, ტელევიზიებიდან. რას ასწავლით დაწყებული მე იმან ის სცემა არავინ არ დაისაჯა. ყველა არც ყველა სასულიერო პირზე ვამბობ და არც ყველა იმაზე ვამბობ, რა ქვია, რას ეძახიან, არც ყველა პოლიტიკოსზე. მაგრამ ძალიან ბევრი ასე რო იქცევით სამწუხაროდ, ხო? აი ამაშია მთელი უბედურება რა. ბატონო. აი ამაშია მთელი უბედურება. საქმე იმაში არის, რომ აი ამ თემასთან დაკავშირებით, ხო, უნდა მოხდეს რეაგირება. მშობელი როგორც ჩანს ვერ ახდენს რეაგირებას თავის შვილზე, თუ ის ვერ ახდენს, მაშინ უნდა მოხდეს სახელმწიფოსგან რეაგირება. რომ გაამკაცრეთ მილიონი კანონები, აი ამ ბულინგზე, იმაზე, აი ესეთ დამოკიდებულებაზე სკოლებში და იმაში სკოლიდან გამოათრიეს ბავშვი, თქვით ლაშა გახსოვს ჩვენ თქვით წინა გადაცემებშიც, მარტივ ისლანდიის მაგალითი. არასრულწლოვანია? მისმა ბავშვმა მოიპარა, გატეხა მაღაზია, იქ iPhone-ი მოიპარა, ის მოიპარა, მაღაზია მოიპარა რაღაც, ხო? ბავშვს არაფერი, 13 შობელს წავიყვანეთ ეს ბავშვი და ველაპარაკოთ ამ ბავშვს და უთხრათ რომ ეს რა ქვია, შენ შემოგევლე შვილო, აი ეს ცუდი საქმეა, აუხსნათ, დავარიგოთ. მაგრამ შობელს მოვკიდოთ ხელი და ის ჩავსვათ ციხეში რა. იმიტომ რომ ეგრე არ არის, იცი? შობელი, ვაიმე, გააჩინა ბავშვი და მიდი მიაგდო, ის ხო არა, საკონელი ხო არ არის. შობელმა უნდა იცოდეს, რომ თავისი შვილის საქციელზე მით უმეტეს სანამ სრულწლოვანი არ გახდება, უნდა იყოს პასუხისმგებელი და აი მე ნახავთ თქვენ როგორი წესრიგი იქნება ქვეყანაში. დღეს არაფერი, კაცო. ჩემმა შვილმა დაჭრა, რა ვიცი, დაჭრა რა. მოკალავ, რა ვიცი, რატო გააკეთა? არა, ჩემი საქმეა. ცემა, რა ვიცი, ცემა, კაცო. ხო და რაღაცეებში კონტროლის გამკაცრებას ბიძია. აგერ არის, აგერ მილიონის ფაქტი მოგიტანეთ ახლა ჩვენ და დაგიდეთ აგერ და მიდით და გაამკაცრეთ მან რა. ყველა მეორე ჩამოსულით, ჩამოხეტებული აქ რო ადგება და იმასშუება რა ქვია, უნდა ტროტუარზე გაივლის და თუ დაჭირდა კიდე შეიძლება მანქანასაც მოგისვას გაიაროს როგორც უნდა და იმას პასუხს არ ასწროს არავინ. ხო? ადექი და მან გაამკაცრე რა. კაცრობანას რომ ეთამაშებით აქ. ხო არა, რა არის იცით, მართლა არანაირი ის არ არის რა. შეუმოწმეთ, ან ეს რა ხდება კაცო, მარტივად ვამბობ. ნებისმიერი ქვეყანა ნორმალური კი არა, აი რაღაც ძალიან განვითარებული კი არა. სად არის 3 წლიანი ვიზა და ყველას რო იმას აძლევთ ცხოვრების უფლებას და ყველას ვისაც უნდა, რასაც უნდა იმას რო აკეთებს ამ ქვეყანაში, ხო? კი ბატონო, ისა ტურისტი შემოგევლე. ჩამოვიდა? დაისვენა წავიდა რა. სამუშაო და რა ისა თვეები და ან ჩამოვიდა, ფული ჩადო, ბიზნესი გააკეთა კი ბატონო. მაგრამ ჩამოვიდა აქ და ის რა ქვია. მე ვფიქრობ ლაშა, აი ეხლა ჩვენ ცოტა კი გაგვიგზავნა და მოდი მომავალ კვირას ხო არ ვისაუბროთ, მე მაგ აი მონაცემები კატასტროფული რა. ხო და აი არასამთავრობო ორგანიზაციებზე კიდე რაზე ვისაუბროთ, იცი? და ბოლოს აი ამითი დავალთავოთ. კი, შენ დაასრულე მე, მაგრამ მე უბრალოდ მინდა ერთი რამე ვთქვა რა.
რამდენი აი 2 წლის მანძილზე რამდენი უცხოელმა გახსნა საქართველოში ფირმა. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა მიცის, რომ მე საქართველოში ვარ მომხრე და ძალიან აი ვეთაყვანები და ვეფერები ყველა აბორიგენ მოსახლეობას. აბორიგენ მოსახლეობაში შედის იგივე აზერბაიჯანელი იქნება, სომეხი იქნება თუ ბერძენი იქნება, ის ხალხი, ვისთანაც საუკუნეების მანძილზე ჩვენ ერთად ცხოვრობდით, ხო? კი ბატონო. ერთად ცხოვრობდით და იყო დრო რაღაცა შეიძლება პატარა კონფლიქტი იყო თუ რაღაც იყო, მაგრამ პრობლემა არ ქონდა ჩვენ. პრობლემა არ ქონდა არც აზერბაიჯანთან, არც სომეხთან, არც ოსთან, არც იმასთან, არც აფხაზთან და არავისთან. არც ბერძენთან და არავისთან. აი იტალიურ ეზოებში ერთიანად ცხოვრობდა ეს ხალხი. მე მაქვს საუბარი დღესდღეობით, რომ აი მართლა უკვე აი უცხო ჩვენი გარემოსთვის. აი მოდი ესე მარტივად ვიტყვი, უცხო ამ ჩვენი იტალიური ეზოსთვის, პაკისტანელი, აფრიკელი სხვა ხალხი, ჩამოხეტებული, სხვა კულტურის მატარებელ ხალხზე მაქვს საუბარი, ლაშა, სხვა კულტურის. იმიტომ რომ ამ ხალხმა იცის, ძილობა იცის რომ უმცროსი, უფროსი, იცის რომ იქ ავტობუსში ქალს უნდა დაუთმოს ასე. საერთო მენტალიტეტია ჩამოყალიბებული უკვე, ქართული ქალაქური მენტალიტეტის მატარებელზე და ჩვენ აბორიგენ იმებზე არ მაქვს საუბარი. აი ამებზე ვისაუბროთ რა, რომ როგორი კატასტროფული ვითარება არის ლაშა რა ამ მიმართულებით რა. სასწაული. და ეს არ არის მარტო ეთნიკურად, მარტო ჩვენი ქართველების პრობლემა. მთლიანად შლის აი ამ სტრუქტურას. ქართული მენტალიტეტის სტრუქტურას შლის რა. კარგი. მოდი ახლა ამითი დავამთავროთ, ძალიან აღელვებული გადაცემა გამოვიდა. სამწუხაროდ ჩვენს გვინდა ხოლმე ხანდახან რაღაცნაირად ცოტა ლაითად წავიდეთ რაღაცა რაი თემებზე ვისაუბროთ, მაგრამ ნუ აი ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე არ გამოდის რა, ნუ ვერაუვლით გვერდს ვერაუვლით და ვერ დახუჭავთ თვალს რაღაცეებზე რა, ზოგიერთებივით და ვერ გადავიტანთ ყურადღებას მარტო იმაზე რა ქვია რუსთაველზე 2 საათი ამ პაპაშვილზე მაგრამ ამ პაპაშვილზე კიდე რა კიდევ მეორე პაპაშვილის დამნაშავეა, მაგრამ პაპაშვილთან ერთად ერთი 30 გოლია დამნაშავე. ამას კონტროლს სისტემური მიდგომა რო ყოფილიყო პაპაშვილის დანაშაული არ იარსებებდა. დამთავრდება ამაში, კი ბატონო, გვინდა ანალიზი, გავუკეთოთ ამას ანალიზი, ლაბორატორია არა გვაქვს. ამ დროს ვიღაც 46 ქვეყანას $100,000 ურისხავ თითოს კაცმა 500 კიდე ხელფას ვაძლევთ რაღაც $500,000 რა ვერ გააკეთებდით ერთ პატარა ლაბორატორია $300 შეამოწმებთ ნებისმიერ იმას რა ქვია ხილბოსტანს $300 აპარატით ნუ გავანებოთ ნუ აი ყველანაირი აბსურდი შეიძლება ხა არის რაღაცეები რაშიც კი ბატონო გეთანხმები ესე უნდა გექნა ისე უნდა გექნა მაგრამ ამაში ვერ დაგეთანხმები ახლა რა ნუ აი რო უყურებ რომ შენ ხა იცი რა ჩემი ჯანმრთელობის ფასად აღშავებ და ამ დროს დგები და ვიღაცა 40 ქვეყანას ურიცხავ ხა 10,000 ლარს როცა ჩემ ქვეყანაში მაქვს ყვების პრობლემა რომ ის რომ კარგი ხარისხიანი ვიყიდოზე არ არის ლაპარაკი და ვაფშე რას ვყიდულობთ რო არ ვიცით ამაზეა ლაპარაკი შეიძლება რომ ხორცი იყოს კალბაში და ძეგლში უკაცრავ ძეგლში შესაძლოა იყოს ხორცი დაწერია აი მაგაზე ვსაუბრობ ჩვენ ზუსტად რა გადამამუშავებელი ქარხანა არა გაქვს ელემენტარული ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა კი ბატონო ვიცი ვინც არ უნდა გააკეთოს ეს წამგებიანია და მაგას დაჭირდება სავარაუდოდ სუბსიდირება სახელმწიფოში მაგრამ უნდა გააკეთო ამაზე სუბსიდირება იმიტომ რომ გარემო სჭირდება ყველაფერს სჭირდება ეს რა ქვეყანა სჭირდება რა კარგი აი ეს იყო რაც მადლობა ყურადღებისთვის შემოკარგებო კიდევ ერთხელ გვინდა რომ მადლობა გადაგიხადოთ ვინც დაგვასაბსკრაიბეთ YouTube-ზე და დაგვაფალოვეთ Facebook-ზე და TikTok-ზე სხვათა შორის TikTok-ზე უკვე 430 მომხმარებელს ითვლის უკვე ჩვენი გვერდი ძალიან დიდი მადლობა ყველა იმ 400 ადამიანს ვინც ჩვენ გვერდში დაგვიდგა და ჩვენი გვერდი გამოიწერა 1000-ზე ვალთ შევეცდებით რომ უკვე ლაივში ჩავერთოთ ხოლმე და ლაივში უკვე პირდაპირ შეკითხვებზე რაღაცნაირად პასუხები გაგცეთ ხოლმე ლაივში და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის აი რამდენიმე კომენტარიც მივიღეთ ზოგი
რჩევის სახით, ზოგი ისე, ზოგი ასე რაღაცეები და ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ რაღაცეები გავითვალისწინოთ. ხო, უბრალოდ აი იცოდეთ რომ აქ არ არის ეს ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ პიროვნებებზე ვისაუბროთ, მაგრამ არაფრის მომცემი არ არის. არაფერი. ნუ ახლა ვილაპარაკებით მთელი გადაცემა პაპაშვილზე ვარ მე. რომ როგორი ცუდი კაცია პაპაშვილი და შეიძლება ბევრს მოწონებოდა, მაგრამ ხო რა, პაპაშვილის გარდა არის ძალიან ბევრი ესეთი არაკეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც ცუდად იქცევა. კიდევ ერთხელ და ვიტყვი. მახინჯი კანონები ხელს უწყობს არაკეთილსინდისიერი ხალხის გაჩენას. კი ბატონო. ეგა. კიდევ ერთხელ გთხოვთ და ჩვენი თხოვნა იქნება რომ სადაც არ უნდა ნახოთ ჩვენი ვიდეო, დააჭირეთ იქ ლინკი იქნება აუცილებლად და გადადით და გვიყურეთ YouTube-ზე და გამოგვიწერეთ. ეს იქნება თქვენი ყველაზე დიდი ეს იქნება თქვენი ჩვენდამი მაქსიმალური პატივისცემის გამოვლინება და მაქსიმალურად დაფასება და მაქსიმალურად გვერდში დგომა ჩვენთვის. გაიხარეთ, აბა, კარგად ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ და ჯანმრთელობა რაც ყველაზე მთავარია დღევანდელ დღეს. მომავალ პარასკევსაც ვიჩხუბებთ. ცოტას. კარგი, მომავალ პარასკევამდე, აბა კარგად ბრძანდებოდეთ.